მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა, როგორ ტრანსფორმაცია გელოდება თქვენ სიყვარულში. და დღეს ავიღო სულ ახალ-ახალი დასტა გავხსენი, იმიტომ რომ მე მიყვარს, როცა ჩემი დასტები სულ მიდევს ჩანტაში. ეს იქნება პატარა ჩანტა მაქვს, პატარა დასტა მინდა. და ამიტომ გადავწყვეტი, რომ ვკითხოთ რა, ამიტომ რადგან ტრანსფორმაციას ველოდებით, ესე იგი რაღაცა სიახლეც უნდა მოხდეს, ხო, ტრანსფორმაციის მერე, თან ამასაც ცოტა ჩემი ენერგია დავტენე და მინდა რომ ნახო ამით თქვენი სიგნიფიკაცია იქნება რაღაცა ახალი და გაჩვენოს ჩვენ როგორ ხართ ეხლა, როგორ გრძნობთ თავს თქვენ და უკვე მერე კითხვებსაც, რა თქმა უნდა, გავცეთ პასუხი. მოდით ეხლა რაღაცას უყუროთ, რამდენი დასტა ითხოვს, ნუ ნახოთ, რაღაც საინტერესო მე ვფიქრობ უნდა იყოს, მაგრამ პირველ რიგში მოდით ნახოთ ეხლა თქვენ რა ენერგიებში ხართ. ახალი რო არის, ცოტა უნდა მომზადდეთ ეს, იმიტომ რომ აქ ახლა ცოტა უნდა ავურიოთ, ეხლა მითხარით რა ენერგიაში არიან ის ადამიანი, ვინც ეხლა ამ წუთში აუყურებს, ვინც გახსნა ეს გაშლა. ისაც აინტერესებს ეს ტრანსფორმაცია და სანამ ვამზადებ კიდე ერთ წამს წაგართმევთ, ახალი არხი გავაკეთე, სადაც მოკლე გაშლები იქნება, ერთ მაქსიმუმ 15 წუთიანი. ცოტა რაღაცა კიდე კორექტირება უნდა და всё უკვე იქნება და აქაც იქნება ლინკი. ეს იმათთვის, ვისაც აი უცბად მოკლე პასუხები უყვართ რა და გადავწყვიტე რომ თქვენთვის ეს გამეკეთებია. ვისაც გრძელი უყვარს გაშლები, აგერ აქა ვარ და იქაც ვარ, აქაც ვარ, TikTok-შიც ვარ, სადაც გინდა მიყურათ. всё. დავიწყოთ ახლა ჩვენ. ანუ ვინ რა ენერგიებში არის ადამიანი, რომელიც ახლა მოვიდა ამ გაშლაზე. რა კაი ენერგიებში მობძანდით ჩემო ლამაზებო. ნუ აქ გვერთხები ეს რა თქმა უნდა არის უკვე ადამიანი, რომელიც ფიქრობს რაღაც მომავალზე. მე დედოფლამდე კი მივალ, მაგრამ უკვე ეგრევე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ახლა პრინციპში აი გაქვთ აი თითქოს გამოვიღვიძე. თითქოს უკვე აი რაღაცა როგორ არის, იცით, მე ბევრს ვფიქრობდი, რაღაცას ვგეგმავდი, მაგრამ ცოტა შეიძლება ვიღაცამ დაისვენა სხვათა შორის და ეხლა უკვე თქვენ ხართ მზად იმისათვის, რომ უკვე დაიწყოთ ახალი გზა. აქ არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცა გამოვიდა ურთიერთობიდან და სხვათა შორის შეიძლება ურთიერთობა არ ქონდა ძალიან ცუდი, ვერ ვიტყვი მაგას, მაგრამ რაღაც ესეთი მოხდა, რომ თქვენ თქვათ, აი ეს даже შეიძლება იცით როგორ აი სულიად მოულოდნელად რა, მაგრამ შეიძლება ზოგი მაგას ფიქრობდა, რომ შეიძლება რაღაცა ისეთი უნდა მოხდეს, რომ აი თითქოს ეს არის როგორ ინტუიცია ისეთი გაქვთ, რომ თქვენ მაგას ხვდებოდით, რომ რაღაცა უნდა მოხდეს ისეთი, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში. მიხვდეთ, იმიტომ არის, რომ თითქოს დიდი ხანია ხო ვფიქრობდი, მაგრამ არაფერი არ ხდებოდა და უცბად ეხლა მოხდა. ეს შეიძლება სხვათა სამსახურშიც ვიღაცას კონდეს ეს მომენტი, მაგრამ რა გვერთხები, იმდენი ვჩახე, მაინც გვერთხები მოდიან, რა ხდება? ნუ მომავალზე, გაიგეთ, ხო? აქ სხვათა შორის ის თემაც არის, რომ აქ თქვენ აქ გადაწყვეტილება ადამიანს მიღებული, აქ უბრალოდ აი ნახეთ, რატო წამოვიდა გვერთხები. გვერთხები არის ჩვენი მომავალი, ხო? და ამიტომ აქ არის უფრო ისეთი მომენტი, ნუ ჩვენ სისტემაში, სადაც მე ვასწავლე და ვმუშაობ. ეს არის, ანუ აქ ადამიანი ეხლა ზირდა უფრო როგორ მომენტში არის. კი გაქვთ თქვენ აი ჩვენს ხო ტრანსფორმაციაზე გაქვთ, ნახეთ რა საინტერესოდ მუშაობ საერთოდ სივრცე რა. ანუ ტრანსფორმაციაზე თან სიყვარულო თემაში ეგრევე გამოდის აქ ჩვენ, ნუ ხშირ შემთხვევაში გითხულობენ ეხლა როცა სიყვარულო საჯაროში, მაინც საჯარო გაშლაში ყოფილი ადამიანს, როგორც ყოფილი ადამიანი თქვა, თქვენი ყოფილი მამაკაცი, ყოფილი პარტნიორი, მაგრამ ყოველთვის არ არის ეხლა ხმალების მეფე, რა თქმა უნდა, ყოფილი პარტნიორი, იმიტომ რომ აქ ადამიანი პირიქით ელოდება. ეხლა ორი ინტერპრეტაცია მოდის. პირველი, რომ შეიძლება თქვენ წარსულიდან ელოდებით, რომ აი როდეს გამოჩნდება, როდეს რამეს იზავს, თუ ვაფშე იზავს რამე, აი თქვა გაუგებრობა რამე, აი
აქ დაჟე როგორი მომენტი მოდის, იცი, როცა ადამიანი არის აფორიაკებული და ეხლა არის ისეთ პერიოდში, რომ უნდა გადაწყვეტილება მივიღო, რა გავაკეთო მე მინდა რომ გამოვიდე ამ ქაოსიდან, რომელიც ეხლა ჩემ გულში ტრიალებს და მე მინდა უკვე ახალი, აქ ადამიანს ყველა ვარიანტში რაღაც ახალი უნდა და ელოდება და ინტუიციით, თავისი ინტუიციით ელოდება და იცის რომ ჩემს სივრცეში სადღაც არის ახალი ადამიანი. ძალიან ცოტა ვიღაცისთვის იქნება ის მომენტი, რომ თქვენ კიდე ყველაფრის მიუხედავად შეიძლება ელოდებით, რომ თქვენს პარტნიორთან, რომელთანაც ეხლა ну რაღაც შეიძლება даже არ გამოვრიცხავ ან დაშორებულები ხართ, მე სიმართლე გითხრათ, так არ მჯერა, არ მიყვარს, კარგით ეს ჩემი აზრი იყოს, როცა ადამიანი წლებით ელოდება ადამიანს, რომელიც საერთოდ არაფერს არ მოქმედებს, საერთოდ არაფერს არ აკეთებს, საერთოდ ზის სადღაც და უკვე შეიძლება ოჯახი შექმნა და ზოგი მას კიდე ელოდება, აი ეს არის ძალიან ну უკვე მისახედე სიტუაცია რა, იმიტომ რომ ну თუ ადამიანმა გითხრათ რომ თქვათ მივდივარ მივლინებაში და თქვათ ახლა შეიძლება რამდენიმე თვე ვერ გამოვალ მე თქვათ ახლა კონტაქტზე და უნდა დაელოდო, ეგ სხვა თემა სიტყვაზე, ხო? ან ну ზოგი ახლა არის ესეთ ადგილებში, სადაც ახლა ну თქვა დაპატიმრებული ან რაღაცა და თქვათ ელოდებიან გოგოები, კიდე კი ბატონო, რაზე ელაპარაკე, მაგრამ როცა ადამიანი წავიდა, როცა ადამიანი აღარ გამოდის კონტაქტზე, როცა ადამიანს უკვე თქვენთან ნუ არაფერი, როცა даже შეიძლება ზოგი ხედავს, რომ ეს ადამიანი თქვათ უკვე 1, 2, 3 ქალი შეცვალა და შენ კიდე ზიხარ და მას გლოვობ და კიდე მას ელოდები, ну თქვენ თვითონ, ну ან კარგით, სულ მაირჩია ეგეთი გამოცდილება, კი ბატონო, მაგრამ აქ უფრო თქვენ აირჩიეთ, მე მგონი, აი ეგეთი რაღაცა მგლოვი არის პოზიცია და ну აქ უკვე ბლოკები და ასე შემდეგ ეს უკვე სხვა თემა, ამას ახლა არ დავიწყებთ, იმიტომ რომ აქ რატომ გამოიწვია ამ სიტუაციამ ეს საუბარი, იმიტომ რომ აქ შემიძლია თქვა, რომ შეიძლება ადამიანი მაინც სულ ელოდებოდა, თქვა, ან ეხლა შეიძლება ამ წუთში ცოტა ჩართო, ასე თქვა, გონება და თქვა, რომ მორჩა, მე აღარ დაველოდები. აი თითქოს რაღაცა მოხდა აქ, რომ ბოლოს და ბოლოს მე მინდა ახალი რამე, თქვა, ანუ უნდა დავივიწყო თუნდაც რა ეს ყოფილი პარტნიორი და მე მინდა უკვე რომ ახალი დაუშვით გზა მქონდეს. ახალი, ну აი ხო გითხარით ჩარტო გონება, კი ბატონო, ოკეი, აი ჯერ მოდის ნაკადი, მერე უკვე მოდის ლაპარაკობ კარტი მიდასტურებს, უბრალოდ ეს უკვე ნორმალურია ჩემთვის, მგონი უკვე თქვენთვისაც, ხო? აი ეს არის გონება ჩარტო ქალმა და მიხვდა რომ მე მინდა ახალი სიყვარული, მე მინდა ბედნიერება. ცოტა ვიღაცებზე იქნება, საჯარო გაშლა, ამიტომ ამასაც ვამბობ, რომ შეიძლება ზოგმა საერთოდ თქვა, რომ აღარ მინდა ურთიერთობა გადაერთო შვილებზე და ასე შემდეგ. რომ აღარ მინდა უკვე მე არანაირი, მაგრამ მაინც გვეცნობიერად ელოდებით. კი შეიძლება თქვათ არ მოდის, მაგრამ მაინც ელოდებით, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თქვენ ამ გაშლაზე არ იქნებოდით. კი ბატონო, აი აქ ახლა პრინციპში შეიძლება აი ახლოსაც ხართ, კი ბატონო, ვიღაცასთან შეიძლება კი ბატონო, კი. აი ეს არის ზუსტად ეს სიტუაცია, როცა უკვე მე ყოფილს არ ველოდები, მე ახალი ადამიანი მინდა. всё. იმიტომ რომ აქ არის, ნახეთ, აი ამ შემთხვევაში მე არ მიყვარს როგორც, ну არ მაინც და მაინც არ ვკითხულობ ორიანს, ახლა გვერდხების ხშირ შემთხვევაში როგორც თქვათ, რაღაცა ჩიხე ან რაღაცა, იმიტომ რომ ახლა დუზი არის აქ გვერდზე, ხო? მაგრამ აი აქ მომდის რაღაც თითქოს ისეთი ინტერპრეტაცია, რომ იმდენად უკვე გაუგებარია სიტუაცია, რომ როდემდე აქ ადამიანი ელოდებოდა შეიძლება რაღაცა პერიოდი, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მე უნდა წავიდე ახალში, მე მინდა ჩემი ბედნიერება. და ეს შეიძლება ზოგს მოუვიდა როგორც ინსაიტი. რომ დაუშვათ, რომ აი გადაწყვეტილება უცბად მივიღე, რომ მორჩა. მე მინდა რომ მე ვიყო ბედნიერი და აღარ მინდა უკვე აი ვიჯდე და ველოდო. მოდით ასე ვთქვათ, რომ ახლა ეს ზოგი შეიძლება მართლა უკვე საუკუნე ელოდება, ზოგი შეიძლება ახლა ნუ არც ისე დიდხანს, მაგრამ
საერთოდ როცა ნახეთ არის ეს მომენტი, როცა დაუშვით ქალებს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოთმინების უნარი. ბევრი რამე შეგვიძლია ავიტანოთ, შეგვიძლია მოვითმინოთ და ასე შემდეგ, მაგრამ თუ მოდის უკვე აი რაღაცა ისეთი მომენტი ვიღვიძებს, ასე რომ ვთქვათ, გავიღვიძე, გავახილე თვალები, მორჩა რა, აი სისულელე რაზე უნდა, აი უცბად შეიძლება მოვიდეს აი ესეთი მომენტი. რო ვთქვათ, მორჩა აღარ მინდა, აღარაფერი, მე всё, არჩევანს ვაკეთებ და მე ჩემი თავი მირჩენია, მე ჩემ თავს ვირჩევს. всё, აი ეს სიგნიფიკაცია აქ მქონდეს, თუ იცანი თქვენი თავი, კი ბატონო, ვკითხოთ ჩვენ ახლა ტაროს ვკითხავ ახლა მე. так, ეს იყოს აქ. მაგრამ ეს მინდა მაინც რატომღაც ეს დაასტარა, ვიცი, так, შენაკეთ, მოდი. კარგი ბავშვი ხარ, კარგად იმუშავე. так, всё. ოჩახი ხარ, მადლობა. так, ეხლა ჩვენ ნახოთ კითხვები რა დავსვი. ნახოთ პირველი კითხვა მაგ ესეთი. რას ცვლის სამყარო თქვენს გულში? აი ამ წუთას, საერთოდ, ნუ ამ პერიოდში მოდით ავიღოთ რა. ნახოთ რა ენერგია სიყვარულის გაიღვიძებს თქვენში უახლოს მომავალში. როგორ შეიძლება თქვენი საერთოდ ურთიერთობაში გზა ამ ტრანსფორმაციის შემდეგ? აი საერთოდ როგორი იქნებით თქვენ საერთოდ ურთიერთობაში? გზა. ვნახოთ კიდე ჩვენ რა დაინგრევა რომ თქვენ შეძლოთ ახალი გრძნობების აშენება, რაღაცა უნდა წავიდეს, ხო ხდებით? აი ახ გვაჩვენეს, რომ ადამიანმა რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, ხო და თან აი ზუსტად ეს კითხვაც დავსვათ. ახლა ჩვენ რა დაინგრევა ისეთი, რომ აი რა ისეთი გამოცხადება სიყვარულზე გამოგიჩნდება თქვენ? როგორ შეიძლება თქვენი ენერგია, თქვენი ქალური ენერგია და საათ მიგიყვანთ ბედი თქვენს პირად ცხოვრებაში ამ ცვლილებების შემდეგ? აი ასეთი კითხვები გვაქვს ჩვენ. ასეთი კითხვა, ჯერ რა ხო ხედავთ ხუთიანი თასების გულის ტკენები არის და რაღაცაზე ფიქრობ თქვენ, ახლა ცოტას ნერვიულობ და რაღაცა ელოდები თქვენ ცვლილებებს მაინც რა. არის აქ მომენტი, რომ ახლა ვერ ვიტყვი, რომ ტრანსფორმაცია საერთოდ როგორი თემა არის, ძალიან ცოტა ისეთი მტკივნეული მომენტია, მაგრამ როცა შენ უარყოფ შესვლას ტრანსფორმაციაში, უფრო გირთულდება და ამიტომ როცა ხვდებით, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს თქვენ ცხოვრებაში, ნუ ეწინააღმდეგებით რა. იმიტომ რომ ყოველთვის ტრანსფორმაცია ძალიან კაი რაღაცებია რა, მოაქვს ტრანსფორმაციას. რას ცვლის სამყარო თქვენს გულში ახლა? რას ცვლის თქვენ გულში? რას ცვლის? იცით არის რა, აი თითქოს რას ცვლის და უფრო რაღაც თითქოს ვაიმე ბუდიშით, ახლა შენ ცოტა ნუ რაღაცა ბიძგებს მაძლევენ. იცით როგორ რას ცვლის? აი შეიძლება საინტერესოდ არის აქ ნაჩვენები. რას ცვლის თქვენ ახლა თქვენ გულში? ეხლავე. იცით რა არის? აი შეიძლება გაძლევთ თქვენ იმედს იმაში, რომ ნამდვილად არის რაღაცა შესაძლებლობა, რომ არსებობს ამ სამყაროში სუფთა ლამაზი სიყვარული, რომელიც
არ არის მხოლოდ თქვა სულების დონეზე, მიწიერ დონეზეც მე შემიძლია ვთქვა, რომ არის ეს ახალი სიყვარული, რომელიც მე ნამდვილად, აი თქვენ თითქოს იცით როგორ არის, აქ ესეთი მომენტი, როცა ადამიანი, ჩვენ ხო ცხოვრობთ დიდ სამყაროში, ხო? რამდენი ადამიანი არსებობს დედამიწაზე, ხო? და ნამდვილად, აი როცა შენ გაქვს ეს მომენტი, რომ მე ვიცი, მე მჯერა, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც მე შემიძლია დავიწყო ეს ურთიერთობა თავიდან, აი რაღაც განახლებული, სადაც აი როგორ იცით, აი თითქოს აი განახლებული ურთიერთობა არის რა. აი რა საინტერესო, ეს დასთა იმენა ძალიან რაღაც მაგიურია, გეფიცებით რომ შედიხარ, ვერ გამოდიხარ რა. აბა მანახე შენ მაშინ, აი მოიცადეთ ეს იყო, და ეს ითხოვს, კაი, ოკეი, აბა მანახე შენ. მანახე შენ ახლა კიდე უფრო მეტად რაც ცulis ახლა სამყარო თქვენ გულში რას ცulis, აქ რა გინდა მითხრა, რას ცulis. რას ცulis. აჰა. რას ცulis თქვენს გულში? რასაც თქვენ არ ელოდებით, იცით? აი აქ შეიძლება, იცით რა არის, აი ახლა თქვენ ჯერ პირველ რიგში აქ იმას, რასაც თქვენ ვერ ხედავდით, აი რაღაც ეგ მომდეს რა. რას ცulis? რას ცulis? ანუ რასაც შენ ვერ ხედავდი, შენ არ იცოდი. ვერ ხვდებოდი, არ იცოდი. ახალი, ხო, როგორც გითხარით პრინციპში, კი ბატონო. და ეს იყოს ეს პოზიცია. ვნახოთ ახლა რა ენერგია, ეს სიყვარული ენერგია თქვენში გაიღვიძებს ახლა უახლოს მომავალში. რა ენერგია გაიღვიძებს ახლა ვნახოთ ჩვენ. რა ენერგია გაიღვიძებს? აი აქ ზუსტად ეს სიყვარულის ენერგია აქ არის მეფე. თასების მეფე არის აქ რა. ის რაც იყო ჩაძინებული, ნუ აქ ხო გეუბნებით რა, აქ არის როგორი მომენტი. შეიძლება იყო, ნახეთ რა საინტერესო არის აქ. ეს არის რუსალკა. სიყვარულის ენერგია გაიღვიძებს უეჭველი, მაგრამ ხო გეუბნებით, აქ რაღაცა ახალი იღვიძებს. ისეთი რამე აი მოდის აქ, რაც შეიძლება არც გქონდა, ეგეთი რამე არც მოსულა თქვენამდე. მიხვდით? აი ხო არის ზოგჯერ როცა რაღაცა ისეთი ხდება, ხო? აი ნამცხვარი თქვა, მოდით, აი ბანალური. ვაიმე ცხოვრებაში არ მიჭამე ეგეთი ნამცხვარი, ასეთი გემოსი, ხო? აი თქვა, ნუ ვისაც უყვართ ნამცხვარი, ჩემსავით კი მივხვდება, რასაც გულისხმობ, ხო? როცა ან რაღაცა ისეთი კერძი, ხო, რო თქვა ღმერთო, მე ასეთი რამე ცხოვრებაში არ მიჭამე, რასაც სწაულია. და შეიძლება გურმანი იყო, თქვა, ადამიანი, რომელმაც თქვა, ახლა იცის საჭმელების, თქვა, ფასი რაღაცა და საჭმელს როგორც საჭმელს კი არ უყურებს, აი რაღაცა სიამოვნებას იღებს და თქვა, ნუ აი კარი დეგუსტატორი, მაგრამ ისეთი რამეა, რასაც მე ცხოვრება არ მოსულა ჩემთან ეგეთი რაღაც, ეს ჩემთვის უცნობია, ეს ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა ეგეთი რაღაც. აი ამას გვაჩვენებენ. ისეთი ენერგია არის აი აქ სიყვარულის, აი ესეთი სიყვარული უნდა შემოვიდეს, რომელიც არ ყოფილა, არ იცით თქვენ. მიხვდით? შეიძლება გიყვარდათ, შეიძლება თქვათ, ახლა გქონდათ ურთიერთობები, შეიძლება რაღაც, მაგრამ აქ რაღაცა უცნობი სიტუაცია. აი ეგეთი რამე მოდის ჩემთან ახლა ეს. ვნახოთ როგორ შეიცვლება თქვენი გზა ურთიერთობაში ამ ტრანსფორმაციის შემდეგ. როგორ შეიცვლება? აი შეიცვლება როგორ იცით? უეჭველი რაც გაწუხებდათ, უეჭველი რაც აი გქონდათ ტკივილები, რაც აი თითქოს რაღაცა ხო არის, მე ხო
გეუბნები, აი ეს გაკვეთილები, იმ გაკვეთილების დროს რაღაცა ტკივილები, საშინელი რაღაცა მომენტები გიყვარს და მაინც აი თითქოს კლავს ეს სიყვარული, აი ეს უნდა წავიდეს. კი ბატონო, აი ეს ყველაფერი მიდის თქვენ, იმიტომ რომ ყველა გაკვეთილები უკვე გაიარეთ, всё, ეს იკარგება, ეს მიდის. ეს უკვე თქვენ იმდენად ყველაფერი უკვე გაიარეთ და იმდენი რამე ისწავლეთ უკვე, რომ პრინციპში აი ზუსტად ეხლა თქვენი გზა ამ ტრანსფორმაციის მერე შეიცვლება, თქვენ ნამდვილად აი აქ 10-იანი ხმალების ეს უკვე ის მომენტი, როცა всё, მე აი იმას, რაც მე აი დაუშვით, აქ даже შეიძლება თქვენი მიდგომა იმდენად შეიცვლება, რომ აქ გაუკვირდება ხალხს, რომ აი როგორ შეიცვალა, როგორი სხვანაირი გახდა. აი შეიძლება ადრე დაუშვოთ თქვენ ახლა ინერვიულებდით, ან თქვათ ახლა რაღაც გამართლებას თქვათ, ან მონახავდით თქვენი პარტნიორის მიმართ, აი და ნუ რაღაც მომენტები შეიძლება გქონდეთ, ხო? ან კიდე იფიქრებთ, ვაიმე იქნება და რაღაცა და აი ესე და რა. აი ეხლა ეგრევე თუ რაც არ მოგეწონებათ, ისევე ეგრევე მოკლავთ რა, ასე რომ ვთქვათ რა. არ მჭირდება. მე უკვე საკმაოდ აქ ამას კარგავთ რა. აი ამ რაღაც მომენტებს, რომელიც თქვათ ადრე ვერ წვიდავდით და რაღაცა ესეთი მიდგომა, აი რაღაც სუგალამართლებ იმას თქვათ, რაღაც აი ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან და ანუ აი ზუსტად ეს გზა თქვენი შეიცვლება. სულ სხვანაირად იქნება, სულ სხვა, ანუ განახლებული, ახლა აი თითქოს აი ისე როგორც უკვე იყო, ნამდვილად არ იქნება, იმიტომ რომ აქ სულ ისეთი ენერგიები არის ზუსტად, რომ მე ნამდვილად უკვე აღარ მინდა რა, ის რაც იყო. აი ისეთ როგორ არასოდეს არ აირჩევთ თქვენ აქ ადამიანს, რომელიც არის, თქვათ, ნუ არ არის თქვენი დონეს. აი თქვენ დონეზე თუ არ არის ადამიანი, ხო? მაგას თქვენ ეგრევე დაასრულებთ ურთიერთობას. ანუ ეს როგორი მომენტი არის, იცით? რომ აი თქვათ გაესაუბრებით, გაიცანით, თქვათ, გაქვთ მიმოწერა სიტყვაზე ადამიანთან, ხო? იმ წუთში თქვენ აი აქ სხვანაირი მიდგომა, მე მინდა ბედნიერი ვიყო, მაგრამ აქ ხალი ჭერთავს გონებას, ხმალების დედოფალი გონებას რთავს სხვანაირად. ჯერ ყველაფერი გავიგო, ჯერ უნდა თქვათ გავესაუბრო ადამიანს, ხო? და მაგით მივხვდები, რომ ეს ადამიანი არის ჩემთვის საინტერესო თუ არა. მივხვდით? თუ დაუშვოთ ადრე თქვენ უბრალოდ რაღაცა იმპულსზე იყავით, აი მომეწონა, აი მაგარი ტიპია, აი ეგეთი რაღაცა, არა. ეხლა თქვენთვის სულ სხვანაირად უკვე სხვა ენერგია არის უკვე თქვენში, იმიტომ რომ თქვენ აქ უკვე სხვანაირად შეხედავთ. მივხვდით, თქვენ იმდენი რაღაცები უკვე აქ გამოიარეთ, იმიტომ რომ საერთოდ ახლა მეფე ეს უკვე ენერგია, როცა ადამიანმა იცის ბევრი რაღაცა სიყვარულზე და ნუ აქ იმიტომ რომ თასების მეფე, ხო? იცის მართვა თავისი ამ ენერგიის, ხო? და ამიტომ ეხლა უკვე აი როგორც ადრე იყო, რომ თქვა, გადავარდებოდი ეხლა ეგრევე ემოციებში, მასე არ იქნება, აქ უკვე ბრძნული ენერგია მოდის და ამიტომ მე არ მინდა რომ თქვა, აი აქ ჯერ მე გაგესაუბრები, გავიგებ შენ ახლა საერთოდ ვინ ახარ, იტი სუნთქავ და მე უკვე გადავწყვიტავ, მინდა თუ არა და ეგრევე დავასრულებ. აქ არ იქნება ის მომენტი, რომ მოდი დრო მივცე, მოდი აბა შევხედო, მოდი აბა ეს ვქნა, არა. იქნება და შეიცვალოს, იქნება და რაღაცა, არა. აქ თქვენ უკვე მასეთ ენერგიებში აღარ ხართ, იმიტომ რომ თქვენ უკვე აქ გაიზარდეთ საკმაოდ და ნამდვილად უკვე ეს არ არის თქვენი სიმღერა. რომ აქ შანსი მოდი მივცე. აქ იმდენად უკვე თქვენ აქ ხედავთ, არც გქონდათ, აღარ მისცემთ თქვენ გასაქანს ადამიანს. თუ ჭკუა არ ექნება, ჭკვიანი თუ არ იქნება, სულ სხვანაირად უყურებთ თქვენ ამ სიტუაციებს, მივხვდით? სულ სხვანაირად უკვე თქვენ თავსაც, აი გონება, ხალი თუ ჩართო გონება всё მტერს.
და გამორთო გრძნობები რა, იმიტომ რომ უკვე აქ იცით რა არის, აქ იმედენად მინდა რომ მე ვიყო ბედნიერე, რომ მე მივდივარ ჩემს ბედნიერე, მე გადავწყვიტე, მე მინდა ეს ბედნიერება. ამიტომაც ეს აი გოგოები ვინც დაუშვათ, აი აქ სიტყვაზე ცოტა უკვე ასაკეც არის რა, როცა შენ იცი რომ კიდე ჯერ კაი მაგარით გოგო ვარ, შეიძლება გამოიყურებეთ უფრო ახალგაზრდულად თქვენ, ხო, ვიდრე თქვა გაქვთ ხა ასაკი და რაღაც არ გინდათ ამ დროს დაკარგვა. გაიგეთ რომ მე მინდა რომ აი შეიძლება თქვა ეს ჩემი ბოლო შანსი დავიჭირო, მაგრამ უკვე რომ დავიჭერ, ხო, მე მინდა უკვე რომ ისეთი შემოვიდეს ადამიანი, რომ მე აქ უკვე დრო არა მაქვს, დრო რომ დავიწყო კიდე ეხლა აბა როდეს გაიზრდება, როდეს შეიცვლება და რაღაცა არის. მიხვდეთ? უკვე მე მინდა ზრდასრული ადამიანის სიყვარული. შეიძლება ისე ამ ადამიანს ეხლა თვითონაც ეხლა უკვე უნდა იცოდეს სიყვარულის ფასი, ხო? აი ესეთი რაღაცა. ნუ ვნახოთ ეხლა ჩვენ რა დაინგრევა რომ თქვენ ეხლა შეძლოთ ახალი გრძნობების აშენება, რა უნდა დაინგრეს. რა უნდა დაინგრეს? რომ ახალი რამე შემოვიდეს. რა უნდა დაინგრეს, რომ რა დაინგრევა? რა დაინგრევა? იცით რა დაინგრევა? თქვენი თვითმოტყუება. კიდე აქ რა მომდეს იცით რა დაინგრევა გეტყვით. აი თქვენ დაუშვათ თუ გქონდათ ვინმე ისეთი ურთიერთობა. აი დაუშვათ დამალული. რომ არ მინდა რომ ვინმე გაიგოს. აი თითქოს რაღაცნაირად იცით არ მინდა რომ გამოვჩდე. არ მინდა რომ თქვა აი მზად ვარ ყველანაირად აი თითქოს პირობებზე მიდიოდით თქვენ პარტნიორთან რომ აი თქვათ ნუ არ მინდა რომ ყველამ გაიგოს რომ ჩვენ ეს ურთიერთობა გვაქვს ან რაღაც აი ეს უნდა დაინგრეს თქვენში ანუ შეიცვალოს რომ რატო უნდა დავიმალო მე აი რაღაცა ტყუილები, რაღაცა დამალვები, რაღაცა ვაიმე არავინ გაიგოს, ხო მივხვდეთ რა? აი ეს უნდა დაინგრიოს თქვენში, ანუ მე ვარ მზად ისეთი ურთიერთობისთვის, სადაც მე დამინახავენ, აღიარებული ვიქნები, ადამიანსაც პარტნიორი აკი არ დამალავს, ითქოს აი ეს არის ჩემი ქალი. მივხვდით? კი, მართალი ვარ მეთქი და კი მეუბნებიან, კი მართალი ხარ. გამარჯვებული, აი ეს არის რა. იმიტომ რომ მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება თქვენ აქ იყავეთ ისეთ ურთიერთობაში, სადაც იყო ის მომენტები, რომ თქვა დაუშვათ ეხლა, ნუ კარგი ეხლა თუ ჩვენზე რამ ვერ გაიგებენ, ნუ არა უშავს, თქვათ დაუშვათ ან შეიძლება ზოგჯერ ისეთი მომენტი გქონდეთ სხვათა შორის ზოგისთვის, რომ აი ვითომ ერთად ვართ მაგრამ სინამდვილეში სულაც არა ვართ ერთად, ამას ქვია მარტოობა ერთად, ხო? როგორ არის ქართულად აჯინოჩტო ვდвоем რო არის რუსულად, ხო? ანუ ერთად ვართ, მაგრამ ცალ-ცალკე ვართ, რო იტყვი შენთვის მე ჩემთვის რა. აი ეგ მომენტები რა, ანუ პლუს კიდე თუ თქვენ გინდათ ურთიერთობა მხოლოდ იმისათვის, რომ არ იყოთ მარტო, აი ესეც თუ აი უნდა წავიდეს ყველა ვარიანტში რა. ანუ აქ რაღაცა ფობიები რაც გაქვთ, თქვენ რაღაცები მომეშიშები და ეს მომენტები უნდა წავიდეს, კაიგეთ, თქვენი ცხოვრება უნდა შეცვალოთ თქვენი მიდგომა. მე არ მინდა ურთიერთობა უბრალოდ იმისათვის, რომ დაუშვათ, რომ აი მარტო არ ვიყო, არა. მივხვდით? აი ეს უნდა დაინგრეს რა. ეს უნდა დაინგრეს ყველა ვარიანტში. შემდეგი კითხვა ჩვენ გქონდა, ანუ როგორი რა გამოცხადება სიყვარულზე გამოგიჩნდებათ.
ახალი. აქ არის ზუსტად, აი, ნახეთ, აქ არის კვერთხების რაინდი, აქაც კვერთხების რაინდი. ისეთი, რომელიც თქვენ არ იცით, აი მე უკვე გიპასუხეთ. ისეთი, როგორიც თქვენ არ იცით. ნუ მოდი აქ ყურუმა კი დამი ფარა, მაგრამ მაინც აბა ვნახოთ, როგორი, მაინც კითხოთ ახლა ჩან ხო? ტაროტკილა გვაქვს, მაგრამ თუ გვეტყვიან, რომ ყურუმს არ უყარს, როცა მის სივრცეში შედიხარ და უკითხავთ. ნუ მაინც ჩვენ აბა გვაპატიეთ, ჩვენს ყურუმებებან იქნება გითხრა, როგორი გამოცხადება, როგორი, ცეთი როგორც არ გინახეთ, ცეცხლი, ნავთი. ცეცხლი და ნავთი. ნება თუ რა? არაო. ანუ სადაც არ არის არანაირი თქვათ, ნუ მე როგორც გითხარით, აი აქ დაბრკოლება რაში, იცით რომ სადაც აღიარებული ხარ, სადაც აი ყველგან იცით ეს როგორი თემა ხო არიან ზოგიერთ თქვათ, ახლა პარტნიორები ისეთი, როცა აი მინდა რომ თელმა სოფლიომ დაგინახოს, რომ შენ ხარ ჩემი ქალი. აი ყველა რო აი თქვავის მეგობრებს რო გაგაცნობს ეგრევე ნათესავებს რო გაგაცნობს ეგრევე რომ ანუ ყველგან რო წაგიყვანს აი ეგეთი რაღაცა თუ ეს თქვენ ცხოვრებაში არ იყო აი ეს გაგეხსნებათ რაღაცა ბლოკები ხო ხვდებით რა იმიტომ რომ თითქოს აქ რაღაც ესეთი მომენტი არის რომ მე ვერ ვეტყვი რომ აი აქ ადამიანებს ჰქონდათ ურთიერთობა რომელიც თქვათ ახლა ну არ შეიძლებოდა ერთმანეთთვის თქვათ ჩვენება ვინმესთვის მაგრამ იყო რაღაცა დაბრკოლებები, რომელიც ახლა შეიძლება თქვათ ახლა რომ კი მე ახლა მისი მეგობრები მიცნობენ, კი ან მისი ნათესავები იციან ჩემზე, მაგრამ შეიძლება თქვენი მხრიდან რაღაცა იყო მომენტი, მაგრამ შეიძლება ზოგმა იცოდა, ზოგმა არა და ნუ იყო რაღაცა აქ გვეჭველი. არის რაღაცა მომენტები, შეიძლება თქვათ ახლა კი იცო, მაგრამ სურათებს სიტყვაზე ვერ დებდით თქვენ ახლა ინტერნეტში ერთად რო ხარ დაუშვათ. ან სიტყვაზე კი იცნობდნენ მეგობრები რომ თქვათ თქვენ ხართ მის ცხოვრებაში, მაგრამ მაინც იყო რაღაცა მომენტები, სადაც თქვენ არ გინდოდათ მისი დაპატიჟება, ან მას არ უნდა თქვენი. და რაღაცა აი ნუ არის აქ ყველას თქვენი მომენტები აქ, რომელიც აი აქ იქნებით თქვენ ადამიანისთვის ნომერ 1, ყველგან მინდა ვანახო ეს ჩემი ხალი. იმიტომ რომ ასეთი მაგარი მყავს რა. და მინდა რომ ყველა მიცოდეს, რომ აი ეგეთი ადამიანი არის ჩემ ცხოვრებაში, რაზე დავმალო. აი როცა ადამიანი აი რომ უნდა რომ მინდა რომ ვიყვირო, რომ შენ ხარ ჩემი. მივხვდით? აი ეგეთი რაღაცა მოდის აქ. და ამიტომ და თქვენ გაგიკვირდეთ რომ რა მართლა შეიძლებოდა მასე? იმ გაიგეთ, აი ეს არის რა. ნახოთ ახლა ჩვენ ანუ როგორ შეიძლება თქვენი ქალური ენერგია. აქ რაღაცა გაიღვიძება თქვენში, იცით აი თქვენი ემპათია, თქვენი აი ის რომ როგორ არის იცით მე ვიზიდავ, ანუ იცით როგორ საერთოდ როცა ანუ აქ როგორი მომენტი რომ შეიძლება დაჟე როგორ გაიხსნება, ეხლა ვეგეტყვით, მოიცადეთ. როგორ გაიხსნება თქვენი ქალური ენერგია. აი დაჟე იცით როგორი მომენტი, აი აქ თქვენ აი არც არაფერს არ გააკეთებთ, მაგრამ მაინც მოიზიდოთ ადამიანებს, იცით? აქ არის როგორი მომენტი, იცით? შეიძლება დაჟე რაღაცა ისეთი გაიხსნება თქვენში, რაც შეიძლება იყოს ჩაძინებული. ან უფრო როგორი იცით, იმდენად აი მექვსი ენერგია თან თასების, აი აქ როგორი მომენტი არის, აი თქვენთან გაგიკვირდება და შეიძლება ისეთი ადამიანები თქვენთან კი, აი იღვიძებს რა, ყველა ვარიანტში ხო გეუბნებით, რაღაც აი
განათდებით. აი სრულიად ნახეთ, даже რატომღაც მოდის ის რომ შეიძლება აი ადრე, არ ვიცი გოგოება ვისის, ადრე როგორიც იყავი მზესავით, აქ ისეთი ენერგეტიკა არის რა, რომ даже როგორ მომდეს იცით რომ ანუ რო გითხრათ რომ თქვენ ეხლა არიქა და რაღაცა იმას ის რო არის აი მე რუსულად კი კარგად შეხეს ქართულად არ ვიცი ესე раскрас индейцев რა ანუ ისინი რო არის ინდოელებმა რო იციან თუ ეს ინდუსებმა რო იციან ხო იცით ესენი რა ქვია შეხება და რაღაცა ახლა თვალების და მაგაზე კი არა აი თქვენ რაღაცა გამომწვევლად კი არ ჩაიცმევს და კი არ დაიწყებთ კივილწილს და ყვირილს და რაღაცა ცეკვებს ახლა ქუჩაში კი არა მაგრამ აი არაფერს რო არაკეთებ მაგრამ იმდენად კომფორტული ხარ იმდენად კარგი ენერგეტიკა გაქვს აი ასხივებ აი ასე ასხივებ და აი ადამიანები შეიძლება თქვა აი მოდიან თქვენთან ისეთი ადამიანები აი თქვენთან ურთიერთობა და სასიამოვნო მაგათთვის რა იზიდათ როცა ადამიანი თქვა ახლა ხო არის ზოგჯერ მიდიხარ აი ლამაზი ქალი ხარ რაღაცა მაგრამ ადამიანს ახლა ეშინია თქვა მოიცე რო გრანერად მაინც ახლა ვერ დაგელაპარაკო აი აქ უკვე აი თითქოს აი ამპარტავნობა რო არ არის აი მოდით ასე რო თქვა რა აი რომ მიდიხართ გაუღიმებთ გაუგებთ აი ეს ენერგია ქალური ძალიან თბილი გემრიელი ენერგეტიკა იღვიძებს აქ თქვენში აი ეს მინდა გითხრათ რა ну სადან ესე იგი რასთან სად მიგიყვანს ეს ბედი პირად ცხოვრებაში ამ ცვლილებების შემდეგ სად მიდიხარ სად მიგიყვანთ აი სად მიგიყვანთ აი აქ არის იმპერატორი იეროფანტი რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას ცვლილება აქ შეიძლება თქვენი ბედი ნახეთ პირად ცხოვრებაში შეიძლება ზოგს ქონდეს გადასვლა вообще თქვა შეიძლება სხვა ქვეყანაში თქვა გადადეხართ ხო შეიძლება სხვა ქალაქში შეიძლება რაღაც სხვა ეტაპზე გადადეხართ გოგოება აი აქ თუ ვინმეს არ სჯერა ან ფიქრობ და არასოდეს მე აღარ გავთხოვდები აღარასოდეს მე აღარ მჭირდება არანაირი ოჯახი უკვე ვიყავი საკმარისია ჩემთვის ეს ყველაფერი აქ შემიძლია გითხრათ რაღაცა მოხდება ისეთი ეტაპი ისეთი ცვლილება რომ თქვენ ეს ადამიანი შეგაცვლევინებს ამ აზრს რომელიც შემოდის თქვენ ცხოვრებაში იმიტომ რომ იმდენად ერთნაირები იქნებით თქვენ რომ აი სრულიად შეუძლებელი იქნება რომ თქვათ ეს ადამიანი არ მიიღო როგორც თქვათ მეუღლე მიხვდით კი აქ თითქოს ეს როგორ არის იცით ეს ადამიანი გაჩვენებს თქვენ რომ შეიძლება სამყარო არსებობდეს ანუ და გავიწყებინებს იმას რაც კი იყო ადრე შენ ცხოვრებაში თითქოს აი აქ უკვე მაღალი ძალები გვეუბნებიან რომ აქ დაგასრულებინებს ასე რომ ვთქვათ უკვე იმ გაკვეთილებს ანუ რაც შენ არ გქონდა რაც ვთქვათ შენ არ გწყინდა რაც შენ არ მოგწონდა ხო აი აქ ადამიანი შენ ნუ გახსნის თქვენში რაღაც თქვენ ძალიან დიდ ძალას აქ დამთავრდება რაღაცა მომენტი რომელიც თქვათ იყო თქვენს სიყვარულში და სიყვარულ თემებში აი ამით დასრულდება საერთოდ ბევრისთვის თემა სიყვარულის როგორი იცი მე ვიპოვე ჩემი ადამიანი მეტი აღარ მინდა არავინ მორჩა ამით დამთავრდება თქვენი ტრანსფორმაცია აი ამ ადამიანით კი აი სიყვარული რომელშიც არ არის იცით რომ აქ სუფთა სიყვარული მოდის იმიტომ რომ აქ უკვე აი ეს მომენტები რაღაცები რაც აი ნუ აი ამ არკანებით ყოველთვის არის როცა ადამიანი ეჯაჭვება აი ეს კარმული გაკვეთილები ხო გვაქვს ჩვენ როცა გავდევართ ამ კარმას და ასე შემდეგ და აი აქ მე შემიძლია გითხრათ რომ უკვე ეს დასასრულს მივახოდენ და აქ სუფთა სიყვარული მოდის ეს ხო ხოდეთ გადააფარა ამან რაზეც თქვენ ოცნებობდით ხო აქ ვიღაცა ოცნებობდა მართლა რომ აი თქვათ მინდა ოჯახი მინდა თქვათ ახლა ანუ ყველაფერი რაზეც ოცნებობდი რაზეც ფიქრობდი რაზეც აი არ გჯეროდა შეიძლება
რასაც ნუ აი ეს ჩემ ცხოვრებაში რა მოხდება და რაღაცა და რა სისულელია და აი აქ მოდის თქვენი განვლება და აგერ всё დავხურავ. აქ მოდის ახალი ურთიერთობა და ეს ახალი სიყვარული. არ გჯეროდათ თქვენ, მაგრამ აი შემოდის თქვენ ცხოვრებაში. არ გჯეროდათ. კი, აი აქ სუმიდის თქვენი ეს რაღაცის ისინი. აი კიდე ახალი, აი შეხედეთ რა ხდება. всё. აქ მიდის ეს თქვენი რაღაც მომენტ ტრანსფორმაციას გადახართ. ძალიან მაგარი გაშლა შემიძლია გითხრათ. აი просто ძალიან მაგარი გაშლა უმაღლესი. იმიტომ რომ აქ ადამიანს აჩვენეს რომ ნახეთ რამდენად როგორც საქმიანი წყვილი საქმეში ხო აი ეს არის მონათესავი სული. ნახეთ? აი აქაც რომ აჩვენებდნენ, ეს არის მონათესავი სული, სხვაობა. ანუ შენ გაქვს შენი საქმე, მე მაქვს ჩემი საქმე. მე შენი მესმის. და მე პატივს ვცემ შენ საქმეს, შენ პატივს ვცემ ჩემ საქმეს. პლუს კიდე სექსუალურად იდეალური წყვილი. ურთიერთობა სიყვარულში იდეალურად გვესმის, ერთმანეთს ვგრძნობთ. ერთმანეთი რა მოდით ახლა ამას ავიღებ, კიდე პენტაკლების იყო ახლა ამ წუთში წყვილი, დროზე. სადა ხართ პენტაკლების? და ახლა წავიდნენ მოდ. შეხედეთ. так. ну მირევთ ახლა. ეს ნახეთ და რომ რა მომცა. ხმალების აქ დარჩნენ. მიხვდით? ანუ არ გამოვიდნენ აქ ხმალების, ესენი აქ გამოვიდნენ. აი აქ. всё. ანუ სიცივე, გაუგებრობა, ჩხუბი, რაღაცა ეს ასე წოდებული რაზბურკები და რაღაცები არა. ნახეთ რას გვაჩვენებენ, როგორი წყვილი გამოდის. შეხედეთ თქვენ. აი ეს არის მონათესავი სული. ვის შეხვედრა. აი ეს არის. როცა ერთმანეთი გვესმის, როცა ერთმანეთს ვუგებთ, როცა ერთმანეთს ვეხმარებით განვითარებაში, როცა ერთმანეთს თქვათ ახლა აი ნახევარი სიტყვიდან ერთი თქვათ შეხედვით ხო თუ როგორ არის მე ზოგჯერ როგორ აურევ ხოლმე. მიხვდით? აი რო რას ნიშნავს საერთოდ მონათესავი სულების ურთიერთობა და არა ეს და ეს სად არის კალბატონი. всё, მორჩა ეს დარჩა უკვე იმაში აღარც გვინდა. წარსულში. მე არ შემიძლია გითხრათ ეხლა ვერ მოგატყუებ, ვერ დაგიწყებთ რაღაცა, ვერ მოგატყუებთ იმას, რომ ეს იქნება თქვენ ძველ პარტნიორთან. ვერ მოგატყუებთ. აქ არის გაშლა უშუალოდ იმათთვის, ვინც უკვე აი რაცაც სიგნიფიკაცია იმუშავა, აი ამათთვის. აქ ადამიანს აქ გამოვლი ადამიანი მე ხო გითხარი даже უფრო შეიძლება ვინც არის ცოტა ვისაც მოდა ასე თქვა ასაკს არ შევეხებე, ვინც უკვე თქვა გამოიარა რაღაც მომენტები თავის ცხოვრებაში და უკვე მზად არის იმისთვის, რომ მიიღოს ახალი ურთიერთობა, მიიღოს ახალი გადადეს უკვე ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე თავის ცხოვრებაში. აი მოდით ასე ვთქვათ. ნიშნულოვან ეტაპზე თავის ცხოვრებაში გამოდის ეს ადამიანი. ამიტომ მას ეძლევა ეს მონათესავი სული. აი როცა ასეთი გაგება მოდის, ერთად ცხოვრობ, ერთად გვეს. აი ხო იცით, აი საერთო გვაქვს ჩვენ. საერთო მომავალი, საერთო ფიქრები, საერთო რაღაც აი ეს არის. ეს არის მონათესავი სული, რასაც მე თქვენ გისურვებთ, ჩემო სიხარულებო. всё, გელოდებით კომენტარებში. ძალიან მიყვარხართ და გელოდებით ჩემი ორი არხზე, იქაც ახლა ვეცდები თქვენთვის საინტერესო როგორც ყოველთვის თემები გქონდეს ჩვენ და მხოლოდ აი ეს არის ძალიან ლამაზი რა. მინდა რომ ყოველს გქონდეთ აი ეს თემა.